ის, რაზეც ამ მომენტისთვის მჭირდება, რომ დავფიქრდე და გავიაზრო. ყველა ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც ერთი შეხედვით მივყვებით ჩვენ ცხოვრების ეულგზას სწორად, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რაღაცას ჩვენი თვალით ვერ ვხედავთ, ვერ ვიაზრებთ, არ ვაკვირდებით, ან შეიძლება დროიდან გამომდინარე არ გვაქვს საშუალება, რომ დავფიქრდეთ და უფრო მეტად ჩავუხმავდეთ. შესაბამისად, დღევანდელი არსებული გაშლა არის შენთვის. მათ ვისაც უჩვენა არსებული ვიდეო იმ მომენტიდან არის აქტიური, როდესაც ნახავთ. მაშა სადამე, ისინი ვინც ამ ვიდეოს უყურებენ, რა უნდა გაიაზროთ და რაზე უნდა დაფიქრდეთ ამ მომენტისთვის თქვენ ცხოვრების ეულგზაზე, ხო? არსებულ სიტუაციაში, რომელ გზაზეც იმყოფები, საჭირო არის, რომ შეძლო უკვე საკუთარ თავზე გამარჯვება და გარკვეული კუთხით თქვა უარი იმ ადამიანების კატეგორიაზე და იმ ადამიანების გარემოცვაზე, რომლებიც თქვენთვის ტოქსიკური არის. გადაჭერი ის მაკავშირებელი ძაფი და ის მაკავშირებელი ხიდი, რომელიც თქვენ გაკავშირებთ. ყველა ის ადამიანი, ვინც შენ გაზიანებს სიტუაციურად, ვისაც შენგან უნდა მაქსიმალური ემოციური ყურადღება იქნება, მხარდაჭერა იქნება სიტუაციურად. ანუ ფაქტურად გამოდის, რომ შენ ხარ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ენერგიის გადინების პოზიციაში, რომელიც უკვე არის თითქმის დეფიციტის მდგომარეობაში და ხარ ძალიან გამოფიტული. შესაბამისად, დროა უკვე მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, სადაც უკვე შენ დაწესებული გექნება და გარკვეული გექნება სიტუაცია, ვისთან რა კავშირის მდგომარეობაში იყო, ვის რისი უფლება მისცე და როგორი კუთხით განაგრძო შენი ცხოვრება. თუ ესე არ გააგრძელებ მსგავს სიტუაციაში, პირდაპირ მნიშვნელობით იქნება მუდმივი კონფლიქტი საკუთარ თავთან, რომ გინდა რაღაცა მომენტში შენ სიტუაციურად მშვიდობა, გინდა რაღაცა მომენტში თავისუფლება, მაგრამ ამას საერთოდ ვერ ღებულობ. მუდმივი კონფლიქტების შესაძლებელი არ იქონდეს საკუთარ თავთან. რეალურად ამ მომენტისთვის შენ რაც გჭირდება არის ზედმეტი ხალხის, ზედმეტი სიტუაციების, ემოციების მოშორება, ის რაც შენთვის არის გამაღიზიანებელი, ტოქსიკური სიტუაციურად, ხო? მოდი კიდევ ის, რასაც ვერ იაზრებ, კიდევ ერთი ინფორმაცია მივიღოთ და რაზეც გაქვს ამ მომენტისთვის სამუშაო მივიღოთ ინფორმაცია. დახმარების მომენტი. ხშირ შემთხვევაში შენ უფრო მეტად ხარ სხვისი დამხმარე, ვიდრე შენი დამხმარე სხვები. გავიწყდება ის, რომ რაღაცა მომენტში შესაძლებელი არის დამოუკიდებლობა არნიშნავდეს ყოველთვის კარგს, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება შენს გჭირდებოდეს სხვისი მხრიდან დახმარების მომენტი. აქ პირდაპირ შენ რაც გჭირდება გაიაზრო არის ის, რომ შენ იდეაში ყოველთვის ყველაფერს მარტო ვერ გავმკლავდები. არსებობენ ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, დაქალები, ძმაკაცები, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ვის როგორ ყავთ, ხო? დროა უკვე ისწავლოთ სხვისგან დახმარების მიღება. დროა უკვე ითხოვოთ დახმარება, როდესაც ფიზიკურად მარტო ვეღარ უმკლავდები ამ ყველაფერს. ესეც ერთგვარი, ასე ვთქვათ, საშუალება არის იმისთვის, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. და შესაბამისად ამ ყველაფრის გაერთიანებას, როდესაც გააკეთებ, როდესაც შეძლებ ამ ყველაფრის ერთგვარად სისრულეში მოყვანას, მერე შენი ცხოვრება უკვე შედარებით დალაგებული იქნება და ბალანსირებული იქნება, ვიდრე წინამდებარე სიტუაციებში შესაძლებელი არის ყოფილიყო, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით აყვავების პოზიციაში გადახვალ უკეთეს მდგომარეობაში. რეალურად აი ეს ყველაფერი არის დღევანდელი ინფორმაცია შენთვის, ის რაც გჭირდება, რომ გაიაზრო, დაფიქრდე და მეტად ჩაუხმავდე და დაამუშავო საკუთარ თავში. დამიწერეთ კომენტარები, რამდენად ახლოს არის თქვენთან, რამდენად რეზონირდა და პირადისთვის მეკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე, ან ნომერზე 551 11 28 68 WhatsApp-ის ნომერზე. გისურვებთ წარმატებას ნახვამდის.